ეხლა მინდა ზენონის სკრინი გაუშვა რა, თუ შეიძლება. ესე ვთქვათ, ოჯახის სიწმინე და სიმტკიცე მხოლოდ დეკლარაციებითა და ფორმალური აღიარებით არ განისაზღვრება. ოჯახები ხშირად ინგრევა სოციალური უსამართლობით, ეკონომიკური სიდუხჭირით, ძალადობითა და მუდმივი შიშის ატმოსფეროთი. აი, რატო ლაპარაკობს ამას ოჯახის სიწმინდის დღეზე? ხალხი გამოვიდა, უხარია, რა გინდა, რა არ გახარებს, გამაგებინე რა. აი ოჯახის სიწმინდის დღეს თუ შეიძლება გაუშვით რა კომენტარების რა. აი არ ვიცი რა, შენ თუ არ გიხარია, სხვა რო უხარია ის მაინც მაინც დაანებე თავი რა. ესე იგი ვეღარ აიტანეს ამდენი მომღიმარი სახე, ამდენი დადებითი მუხტი. ეს ადამიანები ოჯახის სიყვარულმა გამოიყვანა გარეთ, მშობლების პატივიცემამ და სიყვარულმა. აი ეს უწერს ერთი რა. მერე ეს უწერს, მერე ვინ ამბობს, რომ სოციალური მდგომარეობა არ არის საჭირო, მაგრამ როდესაც ადამიანი ღვარძლის მთესველია, არ შეუძლია სხვაგვარად ხორბალში ღვარძლი რუავში შეურიოს შესანიშნავი ქადაგება ჰქონდა ჩვენს უწმინდეს და რის თქმა გინდათ, მჭერმეტყველო ზენონ. ანუ აქ ადამიანები უწერენ, რომ აი ქვეყანაში სადაც 100,000-ობით ქალი ემიგრაციაში ისევ ისევესა რა, თითქოს სხვა არ განიცდის ამ ამბავს რა. მარტო ესენი განიცდიან. ჯერჯერობით ესენი არაფერს არ განიცდიან რა. არაფერს არ განიცდიან რა. ესე სადაც 10,000-ობით ქალი ემიგრაციაშია და შვილები კი არა, შვილიშვილების და დაეზარდათ უკვე ქვეყანაში, სადაც ქმრები ცოლებს კლავენ და საზოგადოება უშფოთველად უყურებს ქვეყანაში, სადაც ბავშვებს ოჯახის წევრები აუპატიურებენ და კარგით რა, სხვა უამრავი უბედურებების ფონზე არ მგონია ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნვა უნდა ზეიმობდეს საზოგადოებაო რა, აღნიშნვას უნდა ოჯახის სიწმინდის დღეს არ, ესე იგი, აღნიშნვას არ მგონია რომ უნდა ზეიმობდეს საზოგადოებაო რა. რატო არ უნდა ზეიმობდეს ოჯახის სიწმინდის დღეს საზოგადოება, გამაგებინე რა, ვიღაც ქალბატონი ბრძანდებით რა. რატო არ უნდა კაი დაუშვათ ეს რაღაცები რაღაც დოზით ხდება და ყველა ქვეყანაში ხდება, ხო? ამის გამოსწორება, ამის ის არის ზუსტად ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნა. აი ამის მეორე უკეთესი და საქართველოსთვის უკეთესი ყველაფრისთვის ესეთი რაღაცეები აღარ მოხდეს. რაც ხდება, თუ ხდება. რატო არ უნდა აღინიშნებოდეთ, რატო იბოღმებით ამაზე გამაგებინეთ რა. ეს ხო ცარიელი ბოღმაა ეხა, აი რაც არის რა. რაღაცა გიხაროდეთ რა. აი კიდე ერთი კომენტარია და გაუშვათ რა. ასეთი განათლებული და ბრძენი ზენონზე იძახის რა, ასეთი განათლებული და ბრძელი ადამიანი მიმაჩნია ჩემად და სრულიად ვანდობდი ჩემს სულიერებასო. და ადმაღარია რა, აი სულიერებას თუ ვანდობდი, ამდე ჩვენ რას გვეუბნები რა. ვანდობდი ზენოს სულიერებას და ამდე ზენოს სულიერება ჩვენ აქ რატო წერ საჯაროდ. ვანდობდი. მიდი და ამდე რა. ეგეთი ხალხია, ესენი აკეთებენ შენ შეფასებას რა და თქვენ შეფასებას საერთოდ რა.